მოკლედ, ეს პირველ რიგში მე მინდა input-თან ვარჯიშით ნახოთ, input-თან რომ ვივარჯიშოთ. ამისთვის მე გავაკეთებ ახლა inputs, type მოდი მივცეთ. ტექსტი იყოს ჯერ ჩვეულებრივად და ID მივცეთ მაგალითად გამარჯობა. გამარჯობა ლანა. რამე ID მივცეთ ჩვენს inputs. მაგალითად ეს ID იყოს ტექსტი და გადმოვიდეთ JavaScript-ის ფაილში, შევქმნათ რამე კონსტი და ვარქვევ inputs, რომელშიც შევინახავთ document წერტილი get element by ID. რომელშიც გადავარქვით ტექსტი, ხო? სადაც მივეცით კლასი ტექსტი. ID უფრო სწორად და რა თქმა უნდა, ახლა ჩვეულებრივად მივიღეთ inputs-ზე ცდომა. ეხლა რა შეგვიძლია input-თან გავაკეთოთ? როგორც ვიცით, btn-ზე ID-ის ნიშანია. ბოდიში ეს ID ჩვენ დავარქვით თუ რამეს ნიშნავდა და არ მახსოვს. არა, ID არის, ასე ვთქვათ, კლასის ალტერნატივა. იგივე კლასი არის, რა ეს HTML-ზე გავიარეთ. დიდად ხშირად ავიყენებ. კლასით მიმართვის დროს წერტილი უნდა, ხო, ID-ზე? ID-ზე კი არა კლასი. კლასზე ჭირდება, მაგრამ როდესაც get element by ID მეთოდს ვიძახთ, ჩვენ არ ჭირდება არანაირი ნიშანი იმისთვის, რომ მივწვდეთ თვითონ ამ ელემენტს. როდესაც ღილაკთან მუშაობთ, მაგალითად გვაქვს პირობითად რამე სხვადი, მაგალითად btn-ს ვაძლევთ add event listeners და აქ რაღაც ვეუბნებით, რომ კლიკის დროს შემისრულე რამე ფუნქცია. და აქ იდეაში რაღაცას ვასრულებ, ხო, რაღაც მოქმედებას ვასრულებ. მაგრამ როდესაც საქმე inputs ეხება, input-თან როგორ უნდა გამოვიძახოთ event-ი, ხო? რას უნდა მოусმინოთ ახლა input-ზე კლიკის მოსმენა, ცოტა ისეთი ვარიანტია, ხო? ანუ პირდაპირ ახლა მე HTML-ში input-ი რომ მექნება, რომ დავაჭერ, ხო, არ მჭირდება რამე გამოვიძახო. მოდით ამ სოციალს გავხსნი. ხო, ამიტომაც inputs როგორ მოусმინოთ input-ის event-ებს, უბრალოდ რომელ event-ებს მოусმინოთ. ვიმართავ მე ახლა inputs. მივაბავ event listeners და ჩვენ გვაქვს იდეაში ორი ვარიანტი, რომელ events უნდა მოусმინოთ. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი არის kpress-ი, ანუ ღილაკის დაჭერას შეგვიძლია მოусმინოთ, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, რომ ანუ ღილაკის დაჭერის დროს input-ში შესრულდეს რამე მოქმედება, მაგალითად, გველოგებოდეს ერთიანი. და ეხლა მე, როდესაც input-ში ნებისმიერ ღილაკს დავაჭერ, ანუ რამე საუკრიფო, მაგალითად case, ან ნებისმიერი ასო, რაც არ უნდა იყოს, ეს ჩვეულებრივად გადმოგვივა, უпростоრად კონსოლში ჩვეულებრივად გამოვა ერთიანი. აი თუ მჭირდება მაგალითად რომ კონსოლში რაც იწერება ის გამომივიდეს, რა უნდა ჩავწერო კონსოლში? input-ი? უბრალოდ input-ი რომ ჩავწეროთ, DOM elements ამოვიდეს. ნახეთ, ყოველდღეს. text content. text. pro input-თან value. კი ბატონო, value. და როდესაც value-ს ჩავწერთ აქ, კონსოლში გამოგვივა ის თუ რა იქნება, თვითონ input-ის მნიშვნელობა.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ესეთ საინტერესო რაღაც გავაკეთოთ, inputs გადავცეთ არგუმენტის სახით, ну იდეაში აქვე შეგვიძლია event-ი, ან რადგან ერთ-ერთ პარამეტრს გადავცემთ, ფრჩხილებში აღარ ჩავცვით. და მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რამ. მე გავატანე არგუმენტის სახით ჩვენს ფუნქციას event-ი. და მოდი ახლა ეს event-ი დავლოგოთ და ვნახოთ რა არის. როგორც BTN-ის შემთხვევაში გვაძლევდა დეტალურ ინფორმაციას იმ ღილაკზე, ასევე მივიღებთ input-ის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მოდი input-ში ჩავწეროთ რამე, მაგალითად A და როგორც ხედავთ, აი აქ ჩვენ მივიღეთ კონსოლში keyboard event-ი. ნუ ჩვენი კლავიატურის event. რომ გავხსნათ მოკლედ აი აქ დაგვხვდება ძალიან ბევრი ინფორმაცია, კოდი მაგალითად K ანუ რომელი ასე ვთქვათ გასაღები იყო აქ ჩაწერილი, ანუ რა იყო აქ ჩაწერილი. ასევე გვაქვს target-ი ჩვენი input-ის, რომელშიც შეგვიძლია ჩამოვიდეთ და ნახოთ სხვადასხვა ინფორმაცია. მოკლედ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ახლა ყველაფრის განხილვას ჩვენ არ დავიწყებთ. მაგრამ კონკრეტულად ჩვენ შეიძლება აქედან დაგვჭირდეს აი ამ მონაცემებიდან მაგალითად K. ანუ რომელი ასო იყო ჩაწერილი ჩვენს input-ში. პირობითად აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა ამის საშუალებით? ნუ პირველ რიგში შეგვიძლია წავიკითხოთ ყველაფერი სათითაოდ ნახოთ რა ასოები იწერება input-ში და მაგალითად რომელიმე ასო არ მინდა ჩაწეროს მომხმარებელმა, უпростоრად მომხმარებელი რაღაცას ჩაწერს, მაგალითად ყველა ასო მინდა რომ საერთოდ გამომივიდეს კონსოლში. მაგრამ არ მინდა რომ გამომივიდეს მაგალითად ასო B. აი და ამას როგორ გავაკეთებ? თქვენი აზრით? აი როგორ უთხრა ახლა რომ მე შესაძ B-ს მივიღებ, ან ნახეთ event-ის K არის K არის B. და ანუ ესეთ რაღაც უნდა მოვიფიქროთ რომ თუ აი ჩვენ keyboard event-ის K იქნება B, მოდი რამე alert-ი გამოვიდა, ხო? მაგალითად აი ეს keyboard event-ი არის აი ეს event-ი, რომელიც ახლა კონსოლში გამოვიდა ჩვენ. გაქვთ რამე იდეა მასალებში? if-ი უნდა დავწეროთ. კი ბატონო, if-ი აუცილებლად დაგვჭირდება. if event value ალბათ. value რატო? უყურებიო, მანქო ჩვენ K გვაქვს. ანუ აი ეს text content და value შორის ძალიან ვირე. ანუ text content-ი. ხო. ეხლა გეტყვი, ზოგადად input-თან როცა მუშაობთ, input-თან ჯობია რომ value გამოვიყენოთ. ანუ input-ის შემადგენელი ნაწილი რომ ნახოთ მნიშვნელობაში რა წერია. მაგრამ აი მაგალითად რამე პარაგრაფის მნიშვნელობა ტექსტი თუ გვინდა წავიკითხოთ, მაშინ text content-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაშინ აქაც text content-ი დაგვჭირდება ეს. არა, text content-ი არ დაგვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ახლა არ value ხო? არა, მართლია, ნახეთ. მე როდესაც event-ი მომდის აქ კონსოლში, ანუ რომ ნახულობ რა მოხდა. მე ვნახულობ რომ ამ event-ში არის ესეთი ობიექტის ერთ-ერთი თვისება, property. რომელსაც ქვია K. და ამ K-ში არის მოცემული ის ასო, რომელი ასოც მივიღე მე, ანუ რაც აქ ჩაიწერა ის ასო. ანუ შესაბამისად, values მაგივრად რა გვჭირდება, რომელს უნდა მივხვდეთ აქედან? K. კი ბატონო. ანუ უთხრათ რომ event წერტილი K ოღონდ აქ არა.
დავაკომენტავთ if event k უდრის b-ს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენს შეგვიძლია რომ დავაალერტოთ ესეთი რაღაც და მომხმარებელს უთხრათ რომ მაგრამ ეხა ერთი უდრის რო გვეწეროს, არა ორი უდრის რო გვეწეროს სიტყვაზე რა განსხვავება იქნებოდა? ზოგადად აი მოდი გავიხსენოთ რა განსხვავება არის ორ უდრისა და სამ უდრის შორის. ანუ string-ისაც ადარებს და იმასაც როგორც მახსოვს. კი ბატონო, მნიშვნელობასაც. კი, ეხლა იდეაში დიდ მნიშვნელობას ეს არ მოგცემს, იმიტომ რომ ის b აუცილებლად string-ი იქნება, ხო? ამიტომაც ანუ ორი string-ია და სამით უკვე ნამბერი? ხო, ანუ ორი უდრის როდესაც გვაქვს, ჩვენ ვადარებთ მხოლოდ მნიშვნელობებით, ანუ მაგალითად ორი უდრისით შევადარებთ ეხლა b მაგალითად 1-ს და 1-ს. ეხლა ესე რომ შევადაროთ, true-ს მივიღებთ? არა. არა, უბრალოდ true-ს მივიღებთ. და რატო? ეს ერთიანია, ესეც ერთიანი. რეალურად ეს ნამბერია და ეს string-ია, მაგრამ ორი შედარების ოპერატორი ჩვენ არ გვიმოწმებს ტიპებს, რა ტიპების არის ეს მნიშვნელობა. და ხა სამი უდრისი უკვე სამის შემთხვევაში იქნება შეცდომა. სამის შემთხვევაში უკვე მივიღებთ false. იქიდან გამომდინარე, ორივე ერთიანია, მაგრამ ასევე ტოლდება აქ ნამბერი და string-ი. ანუ ეხლა ეს ამათი ტიპები რადგან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ამ შემთხვევაში მივიღებთ errors. ზოგადად არის სიტუაციები, როდესაც გვჭირდება მკაცრი შედარების ოპერატორი, შეგვიძლია ჩვეულებრივი შედარების ოპერატორით გამოვიყენოთ. არა მკაცრი. გასაგები. ხო, აქ ეხლა ჩვენ კონკრეტულ სულელებას ვერ ვნახავთ, რადგან b-ს ნამბერის სახთან სხვა ტიპს ვერ მივიღებთ, ხო? თუმცა, ხო, და ჩვენ ვეუბნებით, რომ ყოველ ჯერზე, ანუ როდესაც მე მოდით ეს უბრალოდ დავაკომენტაროთ ჯერ if-ი და რა ხდება აქ input-ში, როდესაც მომხმარებელი დილაც დააჭერს, მე კონსოლში გამომივა event k. ანუ თვითონ keyboard event-ი წეგანაც ვნახეთ, რომ ობიექტი, რომლის ერთ-ერთი თვისებაც იყო k. ანუ ყველა ასო გამომივა მე საერთოდ ეხლა კონსოლში, რასაც ჩავწერ. და აქ მე შემიძლია if-ში უთხრა, თუ event k იქნება b, მაშინ უთხრათ, რომ error გამოვიტანოთ, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა. და აღარ მინდა, რომ ეს event k გამოვიდეს კონსოლში. რა უნდა ვქნა მე ამისთვის? ის ნაცვლად error-ი გამოვა, ხო? ხო, არა, b ჩაიწერება ჩვეულებრივად input-ში, მაგრამ კონსოლში მე მინდა რომ b აღარ გამომივიდეს. ნახეთ, ეხლა რეალურად error-ი კი გამომივა, მაგრამ ასევე b-ც გამომივა. იქ დაილოგება მაინც b, ხო? მე არ მინდა რომ დამელოგოს. ამიტომაც რამენაირად აი ამ კონსოლებს ვეღარ უნდა შევიღო. იმის შემდეგ, რაც if-ის შემოწმებაში შევედი. დაილოგოს b-ს ნაცვლად სხვა რამე მაშინ. მე უნდა ჩავწეროთ event. არა, სხვა რამე არა, მე მინდა რომ ვაფშე არაფერი აღარ გამოვიდეს. break-ი რო დავწეროთ, break-ი რო შევწეროთ. break-ი არა. ჩვენ ახლა ვართ იდეაში ფუნქციაში, ხო? მაშინ return-ი. კი ბატონო, უბრალოდ დავარეturn-ოთ აქ. რის შემდეგაც ფუნქცია შეწყვიტავს მოქმედებას და კონსოლში აღარ დაგვილოგავს b-ს. მაგალითად ახლა ვნახოთ სხვადასხვა. ვები ჩავწეროთ, დავწერ b-ს. error-ი ამოგვივარდა, კონსოლში b აღარ დაგვილოგა. ესეც საინტერესო რაღაც ვნახეთ ერთი წამით. გეოგით მონიშნული ყავს ერთ წამო. გეოგით მონიშნული. ხო.
ესეთი საინტერესო რაღაც ნახეთ, ასევე K-Press-ის მაგივრად შეგვიძლია ჩვენ K-up event-იც გამოვიყენოთ, ანუ K-Press-ი და K-up იდეაში დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ აქაც რაღაც ნიუანსები ჩნდება. მაგალითად, K-Press-ის შემთხვევაში მე event-ი მაშინვე მომდის, იმ წამსვე მომდის, როდესაც დავაჭირე მეღილაკს. რაღაც დავაჭირე. K მაგალითად. ანუ K-Press-ის შემთხვევაში ის event-ი წამოვა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მე ღილაკს დავაჭირე. მაგრამ K-up-ის შემთხვევაში ჩვენ ვერ უпростоრად ჩვენ მოგვივა event-ი იმის შემდეგ, რაც მე კლავიატურიდან რომელიმე ღილაკს აბუშვი. ასევე K-Press-ის შემთხვევაში, ნახეთ, ჩვენ ვერ ვკითხულობთ event backspace. მაგალითად, ვაჭერე ხლა მე tabs-საც ვერ ვკითხულობ. ვერც backspace-ი, ვერც caps lock-ი, shift-ი და ასე შემდეგ. ვერაფერს ვერ ვკითხულობ. მაგრამ K-up თუ მექნება, K-up event-ი თუ მექნება მე ასევე backspace მოვუსმენ, მაგალითად caps lock-ი, shift-ი, control-ი, alt-ი და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი event-ის მოსმენა შემეძლება. K-up-ის შემთხვევაში. აქაც ეს მოქმედებებიც ძალიან საინტერესო მეთოდით შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, მომხმარებელი, როდესაც caps lock-ს დააჭერს, შეგვიძლია მომხმარებელს ვანიშნოთ, რომ დიდი ასოებით დაწერს ან პატარა ასოებით დაწერს. და ნუ საინტერესო მოქმედებები შეგვიძლია აქედან მივიღოთ. ოკეი. იდეაში ეს არის ძირითადი, რის თქმაც მინდოდა K-Press-ზე და K-up-ზე, ანუ input-ის event-ებზე, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ. დანარჩენს პრაქტიკაშიც გამოვიყენებთ, მაგრამ ეხლა მინდა ერთ-ერთი კიდევ საინტერესო event-ი განვიხილოთ დღეს, რომელიც არის change. მოდით აი ამ კოდს დავაკომენტარებ და წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც input-ის type-ი გახდება ფაილი. input-ის type-ი, როდესაც ფაილი ხდება, გახსოვთ input-ი რა ტიპის ხდება შემდეგ, ანუ როგორი ხდება input-ი? ფაილის ასატვირთი სურათის. კი ბატონო. მაგალითად, მოდი ვნახოთ ახლა ეს, ნახეთ, აერჩეთ ფაილიო გვეუბნება. დავაჭერთ ღილაკს და რამე ნებისმიერი ფაილის არჩევა შეგვეძლება ჩვენ ჩვენი კომპიუტერიდან. ნებისმიერი ფაილი შეგვიძლია ავირჩიოთ. ხო, მაგრამ ამის events როგორ მოვუსმინოთ ახლა? მაგალითად, მე event-ი რომ მივაბა, clicks ვერ მივაბავ, K-up-ს ვერ მივაბავ, K-Press ვერ მივაბავ, რადგან მე ღილაკს არ ვაჭერ, ხო ამ დროს. მაგრამ ამ დროს ჩვენ შეგვიძლია inputs მივმართოთ, მივაბავთ event listener-ი და მოვუსმინოთ change-ს. რატომ ვუსმენთ ახლა ჩვენ აქ change-ს? ანუ რა საჭიროა change? როდესაც ჩვენ input-იც არიელი გვაქვს, არაფერი არ ხდება. ან მოდი უთხრათ, რომ აი აქ შელების მაგივრად, მოდი event-ი გავატანოთ არგუმენტის სახით და კონსოლში გამოვიტანოთ აი ეს event-ი. და ვნახოთ აი ეს event-ი რა იქნება. მაგალითად, მე ახლა ავირჩევ რამე ფაილს, მაგალითად, ვთქვათ, რამე ფოტოს დავაგდებ დესკტოპზე. აღარ ამას გადმოვწერ უცბად.
Okay, desktop-ზე დავაგდე მე folder-ი და უბრალოდ ფოტო, რომელ ფოტოსაც ახლა მე ავირჩევ. ეს ფოტო ავირჩიე და ნახეთ რა მოხდა ამ დროს. ნუ აქ რა თქმა უნდა შეიცვალა სახელი. უბრალოდ მივიღეთ სახელი იმ ფოტოსი. და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა ინახება აი ამ პირველ ივენტში. წავარაც მივიღეთ. ანუ მოვსმინეთ changes და აქ იდეაში გვაქვს target-ი, როგორც ხედავთ, შეგვიძლია ეს target-ი გავხსნათ. და ნახეთ აი ფაილს. ესეთი თვისება, რომელიც შეგვიძლია ასევე გავხსნათ. file list-ი ნული გვაქვს, რატომ? გონი ეს წინა არის. ეს გონი წინა იყო, მოდი გავასრულებ ახლა და ნავტვირთ. და ამ events გავხსნი ახლა, გავხსნი targets. ავძებნოთ files. და როგორც ხედავთ, ეს ფაილსი ამ ფაილში არის ერთი ობიექტი. ზოგადად file list-ი არის მასივი. რომელშიც ინახება აი ეს ფაილები ობიექტების სახით. და იდეაში აქ რაღაც ინფორმაცია გვაქვს. სახელი, ზომა, ტიპი, ფოტო არის JPEG-ის. და რაღაც კიდე სხვადასხვა ინფორმაციები ბოლოს როდის აიჭვირთა. უბრალოდ ბოლოს როდის მოხდა ამ ფაილის ცვლილება. და მოკლედ სხვადასხვა ინფორმაცია. მაგრამ მე განახებთ ახლა თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ნებისმიერი ფოტო URL-ად. ანუ მაგალითად რამე ფოტო გვაქვს და ეს ფოტო გვინდა რომ ანუ ბრაუზერში ლინკის სახით გავხსნათ. ზოგადად რაში დაგჭირდება ეს ჯერ მაგას გეტყვით, როდესაც ჩვენ სერვერზე გვინდა რომ რამე ინფორმაცია გავაგზავნოთ, მაგალითად ტვირთავთ ახალ პროდუქტს საიტზე. და ამ ყველაფერს აკეთებს ადმინი, არა პროგრამისტი. ახლა პროგრამისტებმა ვიცით ზეპირად როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ადმინისტრის რა იქნება ეს? რაღაც ინფუტები იქნება საიტზე, რომელსაც ინფუტებს შეავსებს, დააჭერს დამატებას და ეს პროდუქტი დაემატება საიტზე. მაგალითად პირველ ინფუტში ჩაწერს სახელს, მეორე ინფუტში ჩაწერს ფასს, მესამე ინფუტში ჩაწერს აღწერას, მესამე მეოთხეში დეტალები, მეხუთეში ისა, მეექვსეში ესა და მეშვიდე მოვიდა ახლა ფოტოს ატვირთვის დრო. უბრალოდ აქედან ფაილი რო აერჩიოს და დაჭროს გაგზავნოს. ჩვენ სერვერზე ესე ფოტოს ვერ გავაგზავნით. რადგან ჩვენ უბრალოდ აი აქ ვიღებთ რეალურად რას. და წავიდა ყველაზე საჭირო ინფორმაცია აქ რაც შეგვიძლია ასე ვთქვათ მივიღოთ არის ფოტოს სახელი. ეს ფოტოს სახელი გაიგზავნება სერვერზე ჩვენ რომ ფოტო ავტვირთოთ უბრალოდ აქედან და გავუშვათ სერვერზე. ამიტომაც ჩვენ რამენაირად ეს ფოტო უნდა გარდავაქციოთ URL-ად. ანუ ასე ვთქვათ ლინკის ტიპი უნდა გახდეს ეს ფოტო და შემდეგ უკვე ამ სახით გავაგზავნოთ სერვერზე. ამაში კი დაგვეხმარება ძალიან კარგი ინსტრუმენტი file reader-ი. მოდი გადმოვიდეთ ახლა Visual Studio Code-ში და დავწეროთ ეს კოდი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლება რომ ჩვენი ფოტო ვაქციოთ URL-ად. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება რამე ცვლადი. ფაილი მაგალითად რომელშიც ჩვენ უნდა შევინახოთ ივენთის ივენთში რა იყო გახსოვთ? აი თანმიმდევრობას გავყვეთ ისე.
დავლოგავ events და მივყვეთ თანმიმდევრობას 0-დან. და უნდა ჩავტვეთ აი ამ massivs, რომელშიც არის ობიექტი. ანუ პირველი არის event-ი, event-ი წერტილი target-ი და target-ის შემდეგ კიდევ ერთი წერტილი და ჩვენ გამარჯობა შევალთ files-ში. გამარჯობა ლუკა, მაგნიშნავ ახლა მეორე წამი. რომიდანაც ავირჩევთ files და ამ files-იდან ამოვიღებთ პირველ ობიექტს, ხო? ნუ სიგზე ერთი აქვს, მაგრამ მაინც უნდა მივუცოთ, რომ პირველი ობიექტი მინდა რომ ამოვიღო, რადგან ეს files-ი არის massive. ანუ event უბრალოდ target წერტილი files გავხსნათ კვადრატული ფრჩხილები და უთხრათ რომ პირველი ობიექტი ამ მასივში რაც იქნება. ოკეი, და გავჩერდო. I რა იყო? ხო. ეს. ხო. ჩვენ მივანიჭეთ? თუ ხო, ანუ ჩვენ მივეცდეთ სახელი ამას, რასაც გვინდა იმას დავარქვათ. ეს უბრალოდ ივენთია, ანუ დეტალური ინფორმაციას გვაძლევს იმ მოქმედებაზე. რა მოქმედებასაც ჩვენ მოусმინთ. მაგალითად, როდესაც მოხდა ინფუტის ცვლილება, აი ამ ცვლილების შესახებ მივიღეთ მთლიანი ინფორმაცია. მოდი თუ გინდათ კიდევ ერთხელ დავლოგოთ. და თან აი ეს ფაილის დავლოგოთ და ვნახოთ რა მნიშვნელობას ვიღებთ. და მან დააქვს მნიშვნელობა, ანუ ეს ივენთიდან გამომდინარე წერია თუ ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა ასე ეწერება ან რა. ანუ მე უბრალოდ events წერ შემოკლებით უბრალოდ ეს. ანუ შეგვიძლია უბრალოდ ივენთებით ჩავანაცვლოთ აქ. ნუ შეგვიძლია 10 დავწეროთ, ამას არ აქვს კონკრეტული მნიშვნელობა, მაგრამ ზოგადად მაინც მიღებულია, რომ i არის შემოკლებით event-ი და ნუ ესეც პრინციპით ვიყენებთ. აი მაგალითად ეს i ეხლა რა არის ამ შემთხვევაში? აი ამ input-ის ცვლილების დროს, აი ამ ინფორმაციას რომ ჩვენ ვიღებთ, ეს ინფორმაცია არის ზუსტად ეს event-ი. ეს ყველაფერი, რაც აი აქ გამოგვივიდა. როგორც ღილაკის დროს ნახულობდით events, ანალოგიურად არის input-იც. ესენი დროებით შეგვიძლია დავაკომენტაროთ ჩვენ და შევქმნათ ესეთი ფლადი, მაგალითად დავარქვათ reader-ი, რომელიც იქნება new file reader. ჩვენ date-ებთან მიმუშავეთ? არა. ან new date არ გაგვიგია. ხო, აი მაგალითად let date უდრის არა. new არა, ხო? ზოგადად რას ნიშნავს new? ანუ მე როდესაც შევქმნი ფლადი reader-ი, ეს ფლადი თავიდან არანაირ მნიშვნელობას არაფერს არ ინახავს თავის თავში. მანამდე სანამ მე არ გადავცემ file reader-ის შესაძლებლობებს. ესეთი ობიექტი არსებობს file reader-ი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ რაღაც კონკრეტული დოკუმენტი წავიკითხოთ მაგალითად როგორც ტექსტი, როგორც URL-ი და ნუ მოკლედ ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია რომ რაღაც ფოტო წავიკითხოთ როგორც URL. ანუ ამ შესაძლებლობას გვაძლევს file reader-ი და მე როდესაც ვეუბნები რომ ეს ფლადი იქნება ახალი file reader-ი, მე ამით გადავცემ, ასე ვთქვათ, ძალებს, აი ამ ობიექტის ძალებს, აი ამ ცვლადს. და ამ ცვლადს უკვე შეიძლება აი ამ ობიექტის მეთოდები და ფუნქციები, უბრალოდ აი ამ reader-ის საშუალებით შემეძლება რომ ეს მეთოდები და ფუნქციები გამოვიძახო, რომელიც აქვს file readers. წარმოვიდგინოთ ეს სიტუაცია აი ადვილად რომ ვთქვათ რა. მე მაქვს მაგალითად რამე
ძალა. ხო, აი ნებისმიერი რამე, აი სუპერ ძალა მაქვს, მაგალითად მაქსიმალური აი ძალიან მძიმე რაღაცების აწევა შემიძლია ჰალკი ვარ, რა. და მე შემიძლია რომ ეს შესაძლებლობა გადავცე სხვა ადამიანს, რომელიც მიიღებს ამ შესაძლებლობას ჩემგან და იმასაც შეიძლება ეს შესაძლებლობები მიიღოს. მე მოვიდა მაგალითად მეორე ადამიანი, იმასაც მივეცი ეს შესაძლებლობა, ანუ ჩემგან გავეცი. აი ამ პრინციპით ჩვენ როდესაც new და რაღაც ობიექტის სახელს ვაძლევთ, ანუ file reader-ი მაგალითად ერთ-ერთი ობიექტი, რომლის მნიშვნელობაც უკვე აგიხსენეთ, გადასცემს აი ამ readers თავის შესაძლებლობებს. ამიტომაც მე readers რომ მივმართო წერტილის საშუალებით, ნახეთ სხვადასხვა მეთოდებს გვიგდებს აქ. ანუ უკვე მიიღო ის შესაძლებლობები, რაც file readers აქვს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია აი ამ readers მივმართოთ და ამ readers ცალკე მივაბათ ახალი event listener. ანუ ცალკე ეს reader-ი ამ reader-თან როდესაც რაღაც მოქმედება მოხდება, ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ რაღაცა. და პირველ რიგში რა მოხდება? ჭალებში უთხრათ load-ი. ანუ როდესაც ჩაიტვირთება ჩვენი reader-ი, ამის შემდეგ შესრულდება რაღაც arrow function. და უბრალოდ უთხრათ რომ ჩემი reader-ის result-ი გამომიტანე, შედეგი, რა შედეგს მივიღე. მაგრამ ქვემოთ ნახეთ რას გავაკეთებ, ამ readers მივმართავ და ვეტყვი რომ read s data url. გამოვიძახებ ამ მეთოდს და ვეტყვი რომ რა უნდა წაიკითხოს როგორც data url-ი. ჩვენი ფაილი. და მოდი ახლა ვნახოთ, ავტვირთოთ რამე ნებისმიერი ფოტო და ვნახოთ კონსოლში რას მივიღებთ. აი როგორც ხედავთ, ჩვენ მივიღეთ ახლა ესეთი უზარმაზარი URL-ი, რომელსაც ბრაუზერში თუ ჩავსვათ, მივიღებთ როგორც ფოტოს. მე მაგალითად ახლა აი აქ შემიძლია copy-ს დავაჭირო, ანუ დავაკოპირო ეს მთლიანი ტექსტი. გავხსნა ახალი ტაბი, ჩავსვა ეს მისამართი და დავაჭირო enter-ს. და ნახეთ, ჩვენი ეს ფოტო გაიხსნა როგორც გაიხსნა ახალ ტაბში ბრაუზერში. ამის საშუალებით უკვე შეგვეძლება რომ ჩვენი ფოტო რომელიც უბრალოდ საიტიდან ამოვიღეთ, საიტიდან კი არა, კომპიუტერიდან ამოვიღეთ, ვაქციოთ URL-ად და გავაგზავნოთ სერვერზე და იქ შევინახოთ აი ესეთი გზით. ამ ყველაფერს შვება base 64, რომელიც ჩვენ ფოტოს გვიკონვერტირებს URL-ად. ძალიან საჭირო ინსტრუმენტია base 64, ზოგადად base 64-ის საშუალებით კიდე ბევრი საინტერესო რაღაც ხდება, მაგალითად encoding-ი, ეგრეთ წოდებული, ანუ მაგალითად რამე კოდი შეუძლია გარდააქციოს რაღაც random სიმბოლოებად, რომელიც მერე ისევ შეუძლია რაღაც კოდად გარდააქციოს. ანუ ეს დასვისთვის არის ძალიან კარგი, აი მაგალითად რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გინდა შენ რომ სადმე გადააგზავნო ისე რომ სხვა ვერ მიხვდეს რა ინფორმაცია და მაგალითად გაიაროს 100 კაცში, 100 კაცმა ნახოს ვერავინ ვერ ნახავს და ვინც საჭიროა შემდეგ ის უკვე encoding-ს გაუკეთებს და ის მასთან მივა უკვე ანუ დაშიფრავს ასე ვთქვათ კოდს. base 64 ასევე შეგვიძლია დავიკითხოთ ჩვენი ფოტო როგორც URL. ეს ძალიან საჭირო რამაა. ძალიან ხშირად გამოიყენება, ამას აუცილებლად მომავალშიც გამოვიყენებთ. შეგვიძლია იდეაში, როდესაც Angular-ზე გადავალთ, მანდაც ნახავთ შემდეგ უკვე ამ ყველაფერს
მე იქ Firebase განვიხილავთ, ჩვენ მონაცემთა ბაზას შევქმნით, სადაც რაღაც ინფორმაციებს გავაგზავნით და შემდეგ წამოვიდეთ. ამიტომაც აი ეს აუცილებლად დაგვჭირდება. ხო, იდეაში ძალიან პატარა კოდი არის, თუ დააკვირდებით, თუ რაღაც 8 ხაზია. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ჩვენ readers მივმართავთ, რომელსაც new file reader-ის შესაძლებლობა აქვს და უსმენთ load events. ანუ, როდესაც ეს ფოტო ჩაიტვირთება, კონსოლში გამოგვდის ჩვენი reader-ის შედეგი. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი reader-ი ჩვენ readers მიმართავთ უпроსტურად და ვეუბნებით, რომ რაღაც მონაცემები შენ წაიკითხე როგორც URL და გადავცემთ რომელ მონაცემს გულისხმობთ. ეს არის ჩვენი ფაილი. ანუ რაც ავტვირთეთ ფოტოს სახით. ანუ ვიდეოზეც იგივე მოხდებოდა მუსიკაზეც? ვიდეოზე, იდეაში ვიდეოზე არც მიცდია სიმართლე გითხრა. მარტო ფოტოებზე მქონია ეგეთი შემთხვევა. მოდი ვიდეოც ვსადოთ, ოკეი? არა პრობლემა, მოდი რამე ვიდეოს ვსვათ, გადმოვწერ. YouTube-დან. იდეაში მე უკვე გამზადებული სიმღერას გადმოვწერ. ვიდეოც გავაგზავნოთ. ვიგზავნით. Okay. წეს ვიდეოზეც ანალოგიურად უნდა გააკეთოს. ჩდება. ვიდეოს გადავცემ. აჰა. ჩვენი ვიდეოც მივიღეთ. მოდი ვნახოთ. აი ჩვენი ვიდეოც მივიღეთ. ხო, ну, როგორც ჩანს ვიდეოზეც შვენივრად მუშაობს. ეხლა რეალურად დესკტოპზე რო წაშალოთ ვიდეო, აქ ხო აღარ ჩაირთვება. როგორად? ატვირთ თქვის მე რო წავშალოთ ეგ. ჩაირთვება აუცილებლად. მიცემთ. მე წაშლილი მაქვს უკვე. ჩაირთო. ანუ ეს უკვე ჩათვალეთ, რომ სადღაც აიკვირთას ერთ-ერთ base 64-ის ბაზაში და იმ ბაზიდან მოდის უკვე ეს ინფორმაცია. ასაკი. აი ამის საშუალებით ძალიან ბევრი სხვადასხვა საინტერესო რამ შეგვიძლია რომ მივიღოთ. ეს იდეაში ასევე მინდა რომ რაღაც პატარაზე შევეხოთ სერვერს, რამე get request-ი გავაგზავნოთ, ანუ მოვიწყოთ ინფორმაცია სერვერიდან და დავამუშაოთ. ჯერჯერობით შესვენება გავაკეთოთ და შესვენების მერე უკვე გადავიდეთ
და აი ნახოთ ზოგადად როგორი გზავნები კარგით. ნახავთ დეტალურად ამ ყველაფერს. კარგით დროებით. დროებით.
აქ არც კი, აქ ვართ. კი ბატონო. ბატონო. ოკეი. მაშინ შეგვიძლია ნელ-ნელა გავაგრძელოთ. შეიძლება დავაკომენტარე. და მოდით ესეთი რაღაც ვნახოთ. ეხლა მე ლინკს ჩაგიგებ თქვენ. ერთ-ერთი სტეპის API-ს რომლიდან გამომდინარეც ჩვენ გამოვაგზავნით, რომელზეც ჩვენ გავაგზავნით requests, ну, ეს შევეხებით, უბრალოდ ნახავთ რა და როგორ არის და შემდეგ დეტალებში ჩავღრმავდებით ამ ყველაფერს. დღეს უბრალოდ ნახოთ როგორ ხდება, რა ხდება და ასე შემდეგ. მე აი ამისას დავაკოპირებ, ჩავაგდებ ჩატში და ვისაც სურვილი ექნება ჩემთან ერთად გააგზავნეთ request-ი. მოკლედ და უბრალოდ ლეპტოპი არ მაქვს როგორც წერა გითხარი. ოკეი, ვიცი. ეხლა მინდა რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ნუ ჯერ მოდი განვიხილოთ ეს ვაფშე რა არის და რა ხდება. ეს არის Swagger-ი, ესეთი რესურსია, რომელზეც არის ატვირთული endpoint-ები. ანუ ზოგადად თუ დააკვირდებით, აქ მისამართი არის restaurant.step project.g, ანუ საიტის მისამართია და სლეშის შემდეგ არის მისამართში swagger/index.html. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აი ამ საიტის მისამართის შემდეგ ბოლოში, ანუ endpoint-ი რაღაც დასასრული წერტილი შევცვალოთ და ეს ცვლილება ამ ცვლილებას ჩვენ მივიღებთ request-ის სახით. ოღონდ ეს რადგან არ ხდება, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დაწერილი. ამას განახებთ ახლა რა ვიგულისხმობ მაგაში, მაგრამ ჯერჯერობით განვიხილოთ, მოდით აი ეს API-ები. ზოგადად API რა არის? API არის Application Program Interface, ესე ითარგმნება, იშიფრება უпростоრად ეს აბრევიატურა და ნიშნავს აპლიკაციის პროგრამულ ინტერფეისს. მოდი განვიხილოთ ახლა ესეთი რამ. Front-end-ი და back-end-ი. Front-end-ი, როგორც უკვე თქვენ იცით, არის ის ნაწილი საიტის, რასაც მომხმარებელი ხედავს. ხო? ანუ რაღაც ღილაკები, ინფუტები, ქარდები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რასაც მომხმარებელი ხედავს, არის front-end. მაგრამ რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს, ანუ შეიძლება იყოს ეს მონაცემთა ბაზები და ასე შემდეგ, ну მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაა, მაგრამ ეხლა მე კონკრეტულს გეტყვით, ეს არის მონაცემთა ბაზა, სერვერი, სადაც ინახება რაღაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რამ პროდუქტები, თუ დააკვირდებით, კატეგორიები, ალათა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია შეიძლება შეინახოს სერვერში. ეს არის აი ეს ერთ-ერთი სერვერი. სადაც ინახება აი ბასკეტი, კატეგორიები და პროდუქტები. რომელიც არის, როგორც უკვე გითხარით, back-end-ზე. ეს არის დაწერილი, წინასწარ არის დამზადებული და front-end developer-ებს ის გადაგვჩენია, რომ აი ამ მისამართებზე ჩვენ გავაგზავნოთ მოთხოვნა და უთხრათ, რომ მაგალითად ამ სერვერზე მყოფი ინფორმაცია, მაგალითად, რამე ნებისმიერი ინფორმაცია, მაგალითად, პროდუქტები გამოვაგზავნე სერვერიდან და მომეცი მე. თუ დააკვირდებით, აქ არის ყველა მეთოდი, მაგალითად, get request-ი, ანუ get, ანუ მინდა რაღაც მივიღო ინფორმაცია, არსებობს put request-ი, ანუ სერვერზე მყოფი რაღაც ინფორმაცია, რომ შევცვალოთ, არსებობს post request-ი,
სერვერზე მინდა რომ დავამატო ახალი რაღაც ობიექტი, ახალი რაღაც ინფორმაცია და delete, რომელიც რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ წაშლის სერვერზე რაღაც ინფორმაციას. სერვერზე მყოფ რამე კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვეტყვით. არსებობს ეს 4 ტიპის request-ი. და ეს request-ები ჩვენ სწორად და გამოვიყენოთ. აი მაგალითად, ჯერ ამ ორ API-ს დავხურავ, ან baskets და კატეგორიებს და დავტოვებ მარტო პროდუქტებს. პროდუქტებზე არსებობს არის ახლა ორი მეთოდი, ორი request-ი, რომელიც შეგვიძლია გავაგზავნოთ. ორივე არის get. ანუ შეგვიძლია რაღაც მონაცემები წამოვიღოთ. მაგალითად, ახლა ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია მივხვდეთ რა request-ი არის ეს. მაგალითად, ეს არის პროდუქტები, ნახეთ API/products/get_all. მე რომ აი აქ წეტილი G-ს შემდეგ, მოდი აი ამის ამას დავაკოპირებ, G-მდე, G-ს ჩათვლით, ყველაფერს დავაკოპირებ და შემდეგ G-ს შემდეგ აი ამ ინფორმაციას დავწერო. product/ნახეთ API/products/get_all. და მოდით გადავიდეთ აი ამ მისამართზე. დავნახოთ რა დაგვხდება. გადმოვით აი ამ მისამართზე და როგორც ხედავთ, სერვერზე გვაქვს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. იდეაში თქვენ რომ ეხლა გადმოხვიდეთ, ცოტა სხვანაირად დაინახავთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე უბრალოდ ბრაუზერში ესეთი extension-ი მაქვს დაყენებული, რომლის საშუალებითაც აი ამ ინფორმაციას ფერები ეცვლება. მოდით ამით სხვა ბრაუზერიდან განახებთ, რომელზეც ეს extension-ი არის. მაგალითად, დაახლოებით აი ესეთი ტიპის ინფორმაცია იქნება. იდეაში აქაც extension-ის საშუალებით შემიძლია, S-Bone extension-ი არის. ხო, არა, თვითონ ბრაუზერის ფუნქცია არის. შემიძლია pretty print-ი მომნიშნო და გამისწორებს აი ამ ინფორმაციას. ეს არის ინფორმაცია, მოდით მირჩევნია რომ აქეთ მხარეს განახოთ, რომ ლამაზად ჩანს და უფრო გამოკვეთილად ყველაფერი და ეს არის სერვერზე მყოფი ინფორმაცია. თუ დააკვირდებით, ეს არის მასივი, მასივის ფრჩხილი არის დასაწყისში და ბოლოში აი ეს მასივი იხურა. სადაც არის მოთავსებული ობიექტები. თვითო ობიექტი არის თვითო პროდუქტი. მაგალითად, ამ პროდუქტს აქვს ID 1, სახელი აქვს lab chicken salad-ი, ფასი აქვს 10, ნიგვზიანზე აქვს მნიშვნელობა true, ფოტო, აი თუ დააკვირდებით, ფოტოს მისამართი. ეხლა ეს შეგვიძლია ჩვენ გავხსნათ, როგორც გითხარით, ფოტოს მისამართი, ფოტო სერვერზე ინახება URL-ის სახით. და რომ გავხსნათ აი ესეთ რაღაცას მივიღოთ. ვეგეტარიანული არის თუ არა, აქ გვაქვს false, ანუ boolean ტიპის ინფორმაციები ინახება, spiceness სიმწვავე 2 და კატეგორიის ID არის 1. შემდეგ არის მეორე პროდუქტი, მეორე ობიექტი, მესამე ობიექტი, მეოთხე ობიექტი, მეხუთე ობიექტი, მეექვსე და ასე შემდეგ. მე განახეთ ახლა უბრალოდ ჩვენს მისამართს გვერდზე რომ დავუწეროთ, როგორ უნდა გაგვეხსნა, მაგრამ არსებობს ადვილი მეთოდი, როგორ უნდა ვნახოთ ეს request URL-ი. შეგვიძლია მაგალითად ეს API გავხსნათ, დავაჭერ უბრალოდ აქ. დავაჭერ try it out და შემდეგ გავირჩევ execute. ამის შემდეგ ქვემოთ ნახავთ აი ესეთ request URL-ს, რომელსაც იქნება აი ის ზუსტად ის მისამართი, რომელ მისამართშიც ჩვენ წეგან გადავიდეთ. ანუ იგივე იქნება ერთ-ერთი. ხო, აქ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მაგალითად მეთოდი, რომელი მეთოდი უნდა გავაგზავნოთ სერვერზე, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. შემდეგ მისამართი, რომელ მისამართზე უნდა გავაგზავნოთ და მიღების შემთხვევაში როგორი ტიპის მონაცემებს მივიღებთ. Text plains.
გახსოვთ JSON-ი რას ნიშნავდა ადრე გითხარით. მე არა. ხო, იდეაში სავარაუდოდ არ გემახსოვრებათ, იმიტომ რომ უბრალოდ ვახსენე მოკლედ. მოკლედ JSON-ი არის ჯერ რო გავშიფროთ, იქნება JavaScript object notation. და JSON-ი ზოგადად არის ფრონტის და ბექის საურთიერთო ენა. ანუ წარმოვიდგინოთ ესეთ სიტუაცია, რომ ვართ რესტორანში. რესტორანში ფრონტის მხარე თქვენი აზრით რა იქნება? მენიუ და მიმტანი. არა, მენიუ და მიმტანი არ იქნება. ფრონტი მომხმარებელი არ იქნება? არა, უყურე ჩვენ საიტზე მომხმარებლები რო შემოდიან, მაშინ ისინი ვინები გამოდიან. რესტორნის მაგალითი რო ავიღოთ, აი მთლიანად რა, აი საიტი წარმოვიდგინოთ როგორც რესტორანი. მაშინ მენიუ და ფოტოები? მიმტანი. არა, მიმტანიც არ არის, არც მენიუ და ფოტოებია. მაშინ ფრონტის მხარე რესტორნის მფლობელი. მოკლედ ვერ გამოვიცანით. ხო, ну, იდეაში თქვენ ვერ მიხდით სავარაუდოდ, ეხლა რას ვულისხმობდი მე, მაგრამ ეხლა რომ კითხავთ, მე მეორე კითხვას სავარაუდოდ სწორად გამცემთ პასუხს. ფრონტის მხარე რესტორანში იქნებოდა ინტერიერი, ექსტერიერიც ასევე, ანუ მაგიდების, კამები, გაფორმება მთლიანად ამ რესტორნის მომხმარებელი რო შემოდის რესტორანში. აი რა ყველაფერს რასაც ხედავს მაგიდას, კამები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ფრონტის მხარე. მივა მომხმარებელის კამზე დაჯდება, ხო? რასაც ხედავს თვითონ რესტორანში მომხმარებელი. ეს ყველაფერი არის ფრონტის მხარე. რასაც მომხმარებელი ხედავს. ხო? ბექი რა იქნება? ბექი. რასაც ასეც ვერ ხედავს. როგორ ამზადებენ შიგნით? სამზარეულო მაგალითად. სამზარეულოს. კი ბატონო. ზუსტად. ბექი არის სამზარეულო. იქ მზადდება საჭმელები, ყველაფერი, ჯერჯერობით მომხმარებელი მაგას ვერ ხედავს. მაგრამ იქ ხომ მზადდება რეალურად მიდის ყველაფერი, რომ მომხმარებელმა მიიღოს რაღაცა. ანუ აი ეს მონაცემები არის სამზარეულო, სადაც backend developer-ები ამზადებენ, ну, საჭმელს არა, მაგრამ მონაცემებს იმისთვის, რომ გარეთ უნდა მივიდეს მომხმარებელთან, ხო? და API არის უკვე მანდ მიმტანები და მენიუ ზუსტადაც რომ წერა როგორც ახსენეთ, აი ეს მიმტანები და მენიუ ჯერ მომხმარებელი აიღებს ხელში, მენიუს გადახედავს და ეტყვის რომ მაგალითად ესა და ეს საჭმელი მინდა მე. მიმტანი გამოართვევს მენიუს, წავა სამზარეულოში, აიღებს რაღაც საჭმელს, წამოაუკან და მიუტანს მომხმარებელს. ეს მიმტანი არის API ზუსტად და JSON. JSON-ი არის უკვე საჭმელი. მაგრამ API არის ეს მიმტანი, რომელმაც ეს JSON-ი აიღო ხელში და წაიღო. ანუ ჩვენ ეს ინფორმაცია რომ მივიღოთ, ჩვენ ამისთვის გვჭირდება მიმტანი, ვინც წამოგვიგებს ამ ინფორმაციას და აი ზუსტად ამაზეა პასუხისგებელი API, რომ წამოგვიღოს ჩვენ აი ეს ინფორმაცია. ანუ რა ხდება რეალურად, მოდი თავიდან ბოლომდე ეხლა განვიხილოთ. მე ვარ front-end developer-ი, რომელმაც უნდა გავაგზავნო მოთხოვნა back-ზე. ანუ მენიუში უნდა ავირჩიო, ეს არის ჩვენი მენიუ. ჭირდება მე. მე მაგალითად მჭირდება ყველა პროდუქტი. გავაგზავნი მოთხოვნას სერვერზე და ვეტყვი, რომ ესა და ეს ინფორმაცია მინდა მივიღო. შემდეგ სერვერი მიიღებს ამ მოთხოვნას და გამომიგზავნის მე ამ ინფორმაციას. მე მივიღებ ამ ინფორმაციას, დავამუშავებ და გამოვიყენებ საჭიროების მიხედვით, ხო?
ანუ როგორც რესტორანშია, მომხმარებელი შემოვიდა, მენიუდან აერჩია, რომელი საჭმელი ჭირდებოდა, მიმტანს უთხრა, რომ ეს მომიტანე, წავიდა მიმტანი, სამზარეულოში უთხრა, რომ ესა და ეს მჭირდება, აიღო კერძი და წაუგო მომხმარებელს. აი ზუსტად ეს მოქმედებები ხდება ეხლა ჩვენს თავს. და როგორ უნდა გავაგზავნოთ აი აქ ინფორმაცია, აი ამ მისამართს. პირველ რიგში ეს მისამართი უნდა დავაკოპიროთ ჩვენ. გადმოვიდეთ Visual Studio Code-ში და შევქმნათ რამე ფუნქცია. ამ ფუნქციას დავარქმევ მე მაგალითად get products და აი ამ get products მეთოდში, ფუნქციაში გავაგზავნი მე ახლა მოთხოვნას. მოთხოვნა რომ გავაგზავნო, უნდა დავწერო ესეთი რამ, როგორიც არის fetch-ი. fetch-ის საშუალებით იგზავნება მოთხოვნა სერვერზე. უნდა დავწეროთ fetch, გავხსნათ ფრჩხილები, შევწეროთ ჩინ ბრჭყალები და გავაგზავნოთ აი ეს ინფორმაცია. უпростоრად გადავცეთ მისამართი, რომელი მისამართიდანაც მე მინდა მოვითხოვო რაღაც ინფორმაცია. ოკეი, ვუთხარი რომ ეხლა აი აქედან მინდა რომ მივიღო მონაცემი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ეხლა ჩვენ, როდესაც გავაგზავნით მოთხოვნას, მოდით ან მეთოდი get products გამოვიძახოთ, ეს ფუნქცია იყოს გამოძახებული და ვნახოთ ეხლა მოდი console log-ში გადმოვიდეთ. ან console log-ში ჩავწერ აი ამ fetch-ს და აი ამ მოთხოვნის გაგზავნას. და ვნახოთ რა იქნება შიგნით. როგორც ხედავთ, ჩვენ მივიღეთ რაღაც promise. რომელზეც აწერია pending. მოდი გავხსნათ ეს. გვეუბნება რომ ეს არის promise, fulfilled არის და აქ რაღაც response არის, რომელშიც okay true-ა, redirected, ну სტატუსი 200, ну მოკლედ სხვა ინფორმაცია არის, ამ ყველაფერს დეტალურად გავიგებთ. მაგრამ ერთი მოკლედ რომ აგიხსნათ ჯერჯერობით აქ რა ხდება. არის ის რომ ჩვენ გვაქვს promise, რომელიც არის pending-ის რეჟიმში, ანუ მოლოდინის რეჟიმში. რას ნიშნავს ეს promise და რას ნიშნავს ეს pending-ის რეჟიმი? მე, როდესაც გავაგზავნე სერვერზე მოთხოვნა, ჩვენ სერვერი ასე ვთქვათ, პირდება, რომ რაღაც კონკრეტულ პასუხს დაგვიბრუნებს ეს ჩვენ. მაგრამ ჯერჯერობით არის მოლოდინის რეჟიმში. იმიტომ რომ მე უბრალოდ მოთხოვნა გავაგზავნე, მაგრამ არ მithქვია ეს მოთხოვნა, ამ მოთხოვნის შემდეგ უნდა მივიღო ეს ინფორმაცია, არ უნდა მივიღო ეს ინფორმაცია, უნდა დავამუშავო, არ დავამუშავო, არ იცის ჯერ რა უნდა მოხდეს აქ კოდმა. ამიტომაც ჩვენ უნდა უთხრათ ახლა რას გავაკეთებთ. ამიტომაც ჩვენ პირდება სერვერი რომ რაღაც პასუხს დაგვიბრუნებს, მაგრამ ჯერჯერობით არის მოლოდინის რეჟიმში. ანუ მე რომ ისევე რესტორნის მაგალითი რო ავიღო. უთხრა რომ აი ესა და ეს საჭმელი გამიზადეთ. მაგრამ ჯერ არ მომიტანოთ. ამ დროს მიმტანი წავა, მიცემ შეკვეთას გაამზადებენ და ეხლა ელოდებიან შენ დაძახებას იმისთვის რომ გამოგიტანონ საჭმელი. მოდი დაუძახოთ ეხლა მიმტანს და უთხრათ რომ მოგვიტანოს ჩვენი ინფორმაცია. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? მოდი აი ამ console log-ს ავშლი. გვერდზე ან შეგვიძლია ქვემოთაც ჩამოვიტანოთ, მაგრამ ჯერჯერობით გვერდზე დავწერ. უნდა დაუწეროთ წერტილი ჩვენს fetch-ს და ავირჩიოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის then. შემდეგ გამოვიძახოთ ეს მეთოდი და იდეაში ეხლა ერთ ხაზზე რომ არ შევყვეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ აი ეს წერტილთან ერთად ჩამოვაგდოთ ახალ ხაზზე then. ზოგადად აი ესეთი ტიპით იწერება ხოლმე ეს ინფორმაცია, უბრალოდ ერთი ტაბით წინ შევწიოთ, რომ გავიგოთ რომ აი ამ fetch-ის then არის გამოყენებული. ანუ ველნებით ეხლა შემდეგ რა ხდება? ჩვენ აქ ვიღებთ
response. Argumentis აი ამ thens გადაეცემა ფუნქცია. აი როგორც for each რაღაცაზე for each ხო ვაკეთებდით, for each წერდით და აქვე უნდებით რომ რაღაც აითემი იქნებოდა და მაგალითად ეს აითემი კონსოლში რო გამოგვეტანა, ეს იქნებოდა მასივის სათითაო ელემენტი, ხო? ანალოგიურად არის response. ჩვენ სერვერიდან რასაც მივიღებთ, აი აქ რასაც დავწერთ უბრალოდ. ის მნიშვნელობა გახდება response. შემოკლებით response არის პასუხი. პასუხი სერვერიდან. და უნდა უთხრათ ახლა ეს response-ი საწავა. მაგრამ ჯერჯერობით უბრალოდ აი აქ შეგვიძლია რამე ფუნქცია გავაკეთოთ და უთხრათ რომ კონსოლში დაგვილოგოს აი ეს response-ი და ვნახოთ რა არის. მოდი გადმოვიდეთ და სერვერიდან მივიღეთ პასუხი. რომ ჩვენ გვაქვს იდეაში სტატუსი 200. მოდი ამას დავაკვირდეთ, სტატუსი 200 ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიგზავნა წარმატებით, okay, true. ანუ ყველაფერი კარგად არისო, URL-ი არის აქ ნაჩვენები, ანუ მისამართი, რომელი მისამართიდან წამოვიეთ ინფორმაცია, ასევე თუ დააკვირდებით აი აქ კონსოლთან და ელემენტსთან ერთად არის აი ესეთი გრაფა network-ი. სადაც შეგვიძლია გადმოვიდეთ და აი აქ ინახება ზოგადად ყველა request-ი, რაც იგზავნება სერვერს. მე მაგალითად მაქვს, მოდი დავარეფრეშებ ხო. დამატებით რაც არის წაიშალოს. Okay, ისო დაბრუნდა. თუ ნახავთ get all. ერია, ანუ get all. საჩექლა get all. ჩვენ request-ი გავაგზავნეთ, ნახეთ endpoint-ი get all. რომელიც შეგვიძლია გავხსნათ. დავაჭერ ახლა მე და გაიხსნა headers-ი. ანუ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც ინახება აი ამ მოთხოვნაზე. მისამართი, რომელზეც გავაგზავნეთ მოთხოვნა, მოთხოვნის მეთოდი, ანუ რომელი მეთოდი გამოვიყენე იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მიმეღო, get-ი, ну შეიძლება გამეგზავნა არ მიმეღო და აქ ეწერებოდა post-ი მაგალითად, ან წამეშალა რამე და იქნებოდა delete-ი, ან შემეცვალა და იქნებოდა put-ი. შემდეგ სტატუსი, ну მწვანე რა თქმა უნდა, წარმატებული სტატუსის ნიშანია 200, ნიშნავს რომ სერვერიდან წარმატებით მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა. Okay, ну წარმატებით არის, მისამართი, საიდანაც მოვითხოვეთ და ну ძალიან ბევრი ინფორმაცია. მაგრამ ჩვენ იდეაში ახლა ეს ინფორმაცია არ გვჭირდება და ვიღებთ ესეთი ტიპით. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ ეს ინფორმაცია სწორად, ჩვენ ეს response-ი უნდა დავამუშავოთ. ანუ რეალურად ჩვენ JavaScript-ში ვერ გამოვიყენებთ JSON-ის ტიპის ინფორმაციას. ანუ ჩვენ როგორც უკვე გითხარით, აი ეს ინფორმაცია სერვერზე თქვენ რეალურად ახლა ესენი რა არის? თქვენი აი ეს კვადრატული ფრჩხილები, აი ეს ფიგურული ფრჩხილები, სადაც ინფორმაცია წერია, ეს რა არის? მასივებია? მასივებია, ესენი რა არის? ობიექტი. ხო, ობიექტები. ოღონდ მასივები არა, მასივი ერთია მარტო. და ესენი ობიექტები, ხო? ეს okay, მასივია, მაგრამ ეს არ არის ობიექტი. ეს არ არის ობიექტი. რეალურად შევხედავთ ახლა და ობიექტია, ხო? ეგრე ვისწავლით ჩვენ რომ ეს ობიექტი. მაგრამ რეალურად ეს არის JSON. ანუ ობიექტი და JSON-ი იდეაში ვიზუალურად ძალიან გვანან ერთმანეთს. თითქმის ერთი და იგივეც არის. ბოდიში, ანუ ბევრი JSON-ები გვაქვს. ხო, იდეაში აქ ინახება ინფორმაცია JSON-ის სახით. ობიექტს გავს, მაგრამ რეალურად ეს JSON-ი არის. რომელიც ერთ-ერთში გავს ობიექტს. ანუ ჩვენ ამ ინფორმაციას რო ვიღებთ, ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ამას როგორც ობიექტად.
ანუ როგორც Kate Nuts-ის იმას მნიშვნელობას ვერ ამოვიღებთ ასეში. ხო, ვერ ამოვიღებთ ვერანაირად და ვერც ვიმუშავებთ ამასთან, ამ თემასთან. იმიტომ რომ ეს JSON-ია და ჩვენ JavaScript-ში JSON-თან ვერ ვიმუშავებთ. ამიტომაც JSON-ი, ანუ ეს response-ი ჩვენ უნდა გადავაქციოთ ობიექტად. როგორ გავაკეთოთ ეს? იდეაში აქ ძალიან მარტივად არის ყველაფერი, მე უბრალოდ response მივმართავ. დავწერ წერტილს, ანუ ხო გავატანე arrow function და arrow function-ის კიდევ ერთ-ერთი პლუსი რა. უბრალოდ ის არის დავწერე და აი აქ ერთ ხაზზე თუ იწერება, ფიგურული ფრჩხილების აღარ მჭირდება. უბრალოდ ის არის გავაკეთე, რეალურად აქ იგივე ფუნქცია არის ახლა. აი ნახეთ function მაგალითად f1 დავარქვათ res. ანუ ესეთი რაღაც რო გავაკეთო, ის არის აღარ მჭირდება. ანუ ეს იგივე იქნება, რაც აი აქ ფრჩხილებში რომ მაგალითად log res დავწერო, ნახეთ. ეს იგივეა, რაც აი ეს. როდის არს ვაკეთებ და ერთ ხაზზე ვაკეთებ. ეხლა მეორე ხაზზე თუ მინდა ჩამოტანა. იდეაში პრობლემა უნდა შევქმნას, ხო? რატო არ გიქნის? ხო, ნუ იდეაში მეორე ხაზს ვეღარ დავწერ. ამიტომაც ფიგურული ფრჩხილები არ გჭირდება თუ მარტო ერთი ხაზი ვექნება. ხო, და თუ მინდა რომ ეს response-ი, ანუ სერვერიდან მიღებული პასუხი მე დავამუშაო, უნდა დავწერო უბრალოდ res წერტილი JSON და ფრჩხილები. всё, დავუთხარი რომ ეხლა response-ი გამიპარსე. ზოგადად გაპარსვა ქვია JSON ტიპის ინფორმაციის ობიექტში გადაყვანას. და ჩვენი response-ი, ჩვენი პასუხი სერვერიდან ასე ვთქვათ, იპარსება, აი ამ მეთოდის საშუალებით და ჩვენ შეგვიძლია ახლა კიდევ ერთი then დავწეროთ. ჩვენ ახლა დავამუშავეთ ეს response-ი გაიპარსა, ანუ კონკრეტული ინფორმაცია უკვე და აქ შეგვიძლია არგუმენტის სახით აი აქ რაცაც მივიღებთ უკვე გადმოდის აი აქ პირველი არგუმენტი მე რაც მექნება აი აქ ჩაწერილი ნიშნულობა იქნება ის მაგალითად data გამოვიღებ data-ს და ვეტყვი რომ კონსოლში დამილოგე data და ნახოთ რას მივიღებთ აი რა არის ეს data გადმოვიდეთ მოდი ბრაუზერში ნახოთ დოკუმენტი და როგორც ხედავთ ჩვენ მივიღეთ მასივი, რომელსაც არის 27 ობიექტი. ესე. თან ახლა აი ამ then-ში უკვე რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ახლა მე გავხსნით ფიგურულ ფრჩხილებს და შემიძლია დავამუშაო აი ეს მონაცემები, მასივი, რომელიც მივიღეთ. ახლა მე გითხავთ ეს რაღაცას თქვენ. აი ამ მასივს data-ს რა შეგვიძლია გავუკეთოთ? მოდი ჯერ პირველ რიგში ყოველთვის ჯობია რომ ეს ფლატში გადავიტანოთ. ანუ response data დავარქვი ამას, იმიტომ რომ ახლა უთხრა რომ შევქმნით ფლატს response data უბრალოდ მოკლედ შევქმნათ let data უდრის res data-ს. ანუ ეს ნიშნულობა გადმოეცით სულად data-ში უბრალოდ. ენდეაში ჯობია რომ კონსტი. ხო, შეიძლება ერთხელ მივიღოთ პასუხს სერვერიდან. და ეს სვლადი data შემიძლია ახლა დავამუშავო. მოდი ახლა იცი რა ვქნათ? კონსოლში data-ს გამოვიტან უბრალოდ და გამოვიტანოთ ყველა პროდუქტი რაც გვაქვს ჩვენ იმის სახელი. როგორ გამოვიტანოთ? name არ ქვიათ, რაც ქვია. როგორც არის ID? რა?
ეხლა ჩვენ გვაქვს მასივი, რომელიც არის ობიექტები. ამ ობიექტში არის ესეთი property name. რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ყველა ობიექტ შევეხოთ და იქ ნასახელები გამოვიტანოთ? ბევრჯერ გავკეთებია ეს. გადაფიქრით კარგად. for each-ით არა? length-ით? კი, for each. ამ მასივი გვაქვს, მასივში რაღაც ელემენტებია. ამას შეგვიძლია რა თქმა უნდა for each-ით გადაურბინოთ, ხო? for each რო console log-ით data name-ი გამოვატარინოთ. კი, ბატონო, for each გავაკეთოთ, რომელშიც არგუმენტის სახით მაგალითად product დავარქვათ. ან იდეაში ამას დათასმაგევრად პროდუქტს შეგვიძლია დავარქვათ, ხო? თან ეს თვადი რომ აღწერდეს იმას თუ რა შეიცავს ეს თვადი. რა ტიპის ინფორმაცია შეიცავს, ხო? ეხლა ხო პროდუქტები წამოვიდეთ ჩვენ. ამიტომაც დავარქვათ პროდუქტს. აქ პროდუქტს გადაურბინოთ მასივს და ხოლობითში პროდუქტი უთხრათ. და მაგალითად კონსოლში გამომიტანე product წერტილი name. ხო? მოდი ამ დათას დროებით დავაკომენტარებ. და მოდი ვნახოთ რა მივიღეთ. აი, შემიგეცა. მივიღეთ ყველა პროდუქტის სახელი. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ნახეთ. შევქმნი მე რამე divs. კლას მივცემ products. აი აქ მივწდები products div დავარქმევ სახელს document query სელექტორის საშუალებით მივწდები products და ნახეთ რას გავაკეთებ. აი აქ for each-ში products div-ში წერტილი inner html-ი უდრის და გვერდული ბჭყალები. ამ კონსოლს დავაკომენტარებ უბრალოდ და ეხლა რა შემიძლია გავაკეთო. აქ პირობითად რამ პარაგრაფს გავაკეთე. და ინტერპოლაციის საშუალებით product წერტილი name. კიდე რა ინფორმაცია გქონდა? მოდი შევხედოთ, აი აქ გადავხედოთ რაები გვაქვს. price-ი მაგალითად. ისევე პარაგრაფს გავაკეთებ. ან მოდი H4-ში შევინახოთ ეხლა product წერტილი name. და ფასი მაგალითად, მოდი თან img-ს გავაკეთოთ. და ჩავწეროთ product, მეცა image, ხო? ნახეთ? product ინტერპოლაციით შემოვიტანოთ აქ რა თქმა უნდა. product წერტილი image, ეს ლინკი ჩაიწერება აქ. შემდეგ პარაგრაფი ისევე და ინტერპოლაციით შეგვიძლია product წერტილი price-ი შემოვიტანოთ და აქ დაუწეროთ $-ის ნიშანი მაგალითად. მოდი გავხსნათ ახლა ჩვენი ბრაუზერი და ნახეთ რა მივიღეთ. ნუ ახლა ფოტოები მიახლოებულიც მაქვს და ფოტოები ცოტა დიდი არის. მაგრამ იდეაში ესეთი რაღაც მივიღეთ ახლა ჩვენ. მარტო ერთი რატომ მივიღეთ? products პლუს უდრის უნდა გამეკეთებინა რა თქმა უნდა. და როგორც ხედავთ, თლიანი ეს ინფორმაცია წამოვიღეთ სერვერიდან და გამოვიტანეთ ბრაუზერში. იდეაში ახლა ნახეთ, ჩვენ რა გვაქვს? პროდუქტი გვაქვს. მასივი, რომელშიც არის აი ეს ინფორმაცია. იდეაში აქ შეგვიძლია კიდევ ერთი div-ი გავაკეთოთ. რამე div-ი კლასით. product და ქვემოთ დავყუროთ ეს div-ი. შევწევ ერთი ნაბიჯი წინ და ეხლა პროდუქტში იდეაში inspect ელემენტი რო გავხსნათ, ნახეთ რა ხდება. გვაქვს div პროდუქტი, სადაც არის ნახეთ რამდენი div პროდუქტი, ანუ ყოველ ჯერზე for each-დან გამომდინარე იქნებოდა აი ეს div, რომელშიც იქნება იმდენი ელემენტი, იმდენი div, რამდენი პროდუქტიც გვაქვს
მასივში, რამდენი ობიექტიც არის. და შემდეგ სახელები და ისინი გადადის. პირველში არის H2, მერე EMG, სადაც წერია მისამართიან ფოტოსი და ფასი. ეხლა იდეაში, რადგან პროდუქციის შვილები არიან პროდუქტები, ესეთი რაღაც საინტერესო რაღაც შეგვიძლია CSS-დან გავაკეთოთ. პირველ რიგში განულება, შემდეგ პროდუქტს ჯერ EMG-ს მივმართოთ, EMG-ს ტექსტ და width უთხრათ, მაგალითად 150 პიქსელი, რომ ფოტოები ცოტა დავაპატარავთ. თორე ძალიან დიდი ფოტოებია. შემდეგ პროდუქტს მივმართოთ, პროდუქტებს, უთხრათ, რომ სიგანე ექნება 900 პიქსელი, მოდი max width დავუწეროთ, რომ რესპონსიულობა გქონდეს ცოტათი. max width 900 პიქსელი გქონდეს, margin 50 auto ავუწეროთ, რომ ქვემოდან და ზემოდან ცოტა დაშორება გქონდეს, დავუწეროთ display flexi, თვითონ divs products დავუწეროთ width, მაგალითად 300 პიქსელი რო ჩაეტიოს ზუსტად და justify content, მაგალითად space between. ესეთ რაღაც მივიღეთ, ეს ყველაფერი ერთ ხაზზე ჩალაგდა, რომ გადმოვავდოთ ახალ ხაზზე, რა თქმა უნდა, flex wrap-ი დაგჭირდება. აი ესეთი რაღაც მივიღეთ. მოდი space between-ს მივიღეთ. space center არა, ცენტრი. იდეაში ცენტრში არიან ახლა. მოდი ვნახოთ რა მოხდება შევიწროების შემთხვევაში. ანუ 900 პიქსელი, ცოტა 1200 პიქსელი შეგვიძლია გავაკეთოთ და ეს ცოტა 350 პიქსელი გავაკეთოთ და ცენტრის მაგივრად space between. აი ესეთი რაღაც მივიღეთ. პროდუქტში უთხრათ text line ცენტრი, ყველა ტექსტი რომ ცენტრში იყოს და ასევე margin top-ი ყველა თვითო პროდუქტს გავუკეთოთ 20 პიქსელი, რომ ერთმანეთს შორის დაშორება გქონდეს. 50 პიქსელი შეიძლება. ხო. და აი მივიღეთ ესეთი რაღაც. ამოვიღეთ სერვერიდან ჩვენი პროდუქტები და გამოვიტანეთ ბრაუზერში. და ეს ყველაფერი რეალურად ძალიან ადვილია, თუ კარგად გაანალიზებთ რა ხდება. აი აქ ახლა ეს რაც გავაკეთეთ, ეს ისედაც ზეპირად ვიცოდით. ეს ბევრჯერ გვაქვს გაკეთებული. როცა აქ ახალი არის აი ეს theme. უბრალოდ აი ეს სერვერიდან წამოღების იდეა თვითონ რა ხდება და როგორ ხდება. რამე რთული ხო არისო აქ ან გაუგებარი. ან რამე კითხვა ხო არ გაქვთ. ზოგადად მერტულება ეს JavaScript-ი. თავიდან ხო ძალიან ვერვი მახსოვრებ ხო. აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრი პრაქტიკა. რაც შეიძლება ბევრი უნდა წეროთ. რამდენიც არ უნდა უყუროთ, რამდენიც არ უნდა უყუროთ. დღეში 10 საათი რო დახარჯოთ ყურებაზე და შემდეგ თქვენ კოდი არ დაწეროთ. მაინც აზრი არ ექნება, იმიტომ რომ პრაქტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე პროგრამირებაში რა. იდეა შეიძლება არც იცოდე რა საკეთებდეს ეს, მაგრამ რომ წერდე დროთა განმავლობაში მიხვდები რა. გაანალიზებ იმ ყველაფერს აი აქ რაც ხდება. ხო. მესმის რომ ცოტა რთული გასაანალიზებელია ეს ყველაფერი, თან არც თუ ისე ნელა მივდივართ. ყოველ ლექციაზე ახალი თემა გვაქვს და ახალი ერთი კითხვა მაქვს. ხო. აი ეხლა რაც გავაკეთეთ, ანუ სერვერიდან წამოვიღეთ რაღაცა ინფორმაციები და კიდე რაღაც ჩვენებურად შევცვალეთ, ხო? ამას back developer-ები აკეთებენ თუ ფრონტები? ყურეთ, back-ის მოვლენა რა გაიგო. back-ის როლი აქ რა არის? გაამზადოს ეს API-ები. მაგალითად ეხლა
მე ვერ გავამზადებ ამას backend developer თუ არა ვარ. ხო, ანუ წინასწარ გამზადებული უნდა იყოს ეს get request-ი, სერვერი გამზადებული უნდა იყოს, რომ მე აქ მოთხოვნას რომ გავაგზავნი და მგონეს პასუხი. ეგ უნდა გაამზადოს back-მა. მაგალითად, ეხლა ნახეთ, აი აქ არის ესეთი API გაფილტრული პროდუქტები. ნახეთ, API products get filtered. მოდი try it out. აი აქ ნახეთ, სანამ try it out. გავაკეთებთ, აი try it out. დავაჭირე. აქ შემიძლია ნახეთ, ავირჩიო. vegetarian. თუ მაგალითად nuts-ი, false-ი, spiciness-ი 2. ანუ მინდა პროდუქტი, რომელსაც ვეგეტარიანული იქნება, სწორად. ნიგოზი არ ექნება და სიმწვავე 2 ექნება რა. და ნახეთ, მივიღე ესეთი request viewer-ი. რომელიც უკვე ლოგიკიდან გამომდინარე, რომლის ლოგიკაც უკვე წინასწარ არის დაწერილი და აი ნახეთ ახლა რას გავაკეთე. აი ამას დავაკოპირებ და ჩავსვავ აქ. ახლა მივიღეთ ცარიელი მასი. და რატომ? იმიტომ რომ იმ კრიტერიუმებით, რომელიც ჩვენ მივუწევთ, არ არის პროდუქტი. მაგრამ ეს შეგვიძლია აი აქედან შევცვალოთ. ნახეთ, vegetarian, აქ ხო წერია true. მაგალითად შემიძლია ჩავწერო false. და ნახეთ, მივიღებ, აქ მივიღებ გაფილტრულ მონაცემებს. ანუ მხოლოდ იმ პროდუქტებს მივიღებ, რაც აი აქ ჩაწერილ კითხვის ნიშნის შემდეგ ჩაწერილ მონაცემებს შეესაბამება. vegetarian უდრის false. Okay, vegetarianულია. vegetarianული ყველას false-ი აქვს, რომელსაც ვნახავთ. და nuts-ს გქონდა false-ი ნათქვამი. nuts-ს false-ი და spiciness 2. რომ შევხედოთ ახლა. nuts-ი false-ი, vegetarian false-ი, spiciness 2. nuts-ი false-ი, vegetarian false-ი, spiciness 2. ყველაფერს ექნება ეგ ისინი. შეგვიძლია მაგალითად აი ეს კრიტერიუმი წაუშალოთ. ნახეთ? nuts false და აი ეს ampersand-ს, ანუ end-ის ნიშანს წავშლი. დავაჭერე enter-ს და აი მაგ კრიტერიუმს საერთოდ აღარ გაითვალისწინებს. ანუ ეს ფილტრაციის ლოგიკაც არის წინასწარ დაწერილი. უბრალოდ ჩვენ სწორად უნდა გავაგზავნოთ მოთხოვნა. ანუ back-ის დეველოპერი ამას გაამზადებს, დაწერს და ჩვენ უბრალოდ ჩვენი მოვალეობა აქვს, რომ სწორად გავაგზავნოთ უბრალოდ მოთხოვნა. და მეტი არაფერი. კი ბატონო, მადლობა. და ამას რაღაცა პრაქტიკულად ხომ გავაკეთებთ? ანუ აი სრულად როგორ იწყება, მთავრდება და რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ანუ როგორ იწყობა რა საიტი. ანუ ერთი ესეთი ხო გვექნება ერთი მაინც. კი. ფინალური პროექტზეც აუცილებლად მოგვიწევს რომ ძალიანად დავატყოთ საიტი. აი მაგალითად ახლა აი ზუსტად იმ API-ებიდან გამომდინარე არის აწყობილი ეს საიტი მაგალითად. აი ეს პროდუქტები აქ საიდან არის? რატო არის ეს? საიდან მოხდა აქ? არის სერვერი, რომელზეც გაიგზავნა მოთხოვნა, მიიღო ვიღაცამ ეს პროდუქტები და დაალაგა ესეთი ტიპის spiciness უწერია მაგალითად აქ 0, vegetarian მონიშნულია, nuts-ი არაა მონიშნული მაგალითად. Вот ეს წინასწარ გასტილულია და ესეთ სახით გვეწევა. კი, მე სტილებია დაწერილი, აქ არის მე უკვე ფილტრაციის სისტემა. ნახეთ, თქვენი არის და აქ ფილტრაცია როგორ ხდება? აი მაგალითად spiciness 3 ავირჩიე, nuts-ი მოვნიშნე. და დავაჭერე apply filter. და გამეფილტრა. რა მოხდა ამ დროს თქვენი აზრით? რაც წეღან გავაკეთეთ, მოთხოვნა გაიგზავნა, მიიღო და რაც გაიფილტრა ის დატოვა. კი ბატონო, მე როდესაც ღილაკს დავაჭირი აქ, ამ ღილაკზე არის event listener-ი მიბმული რა თქმა უნდა, რომელზეც დაჭერის შემდეგ იგზავნება სერვერზე მოთხოვნა. ხო? და აი აქ ფილტრაციით, ხო. და ის კრიტერიუმები იწერება აი ამ მისამართში, რომელი კრიტერიუმებითაც ჩვენ ფილტრავთ. რომელიც უბრალოდ აქ მივუწევთ. მაგალითად spiciness 3 მივუწევთ, no nuts მოვნიშნე რომ არ იყოს ნიგოზი.
ანუ რა გამოვიდა, აქ ჩაიწერა. ხელს მიშლის ერთი წამით. ანუ vegetarian არ იყო კრიტერიუმებში. ანუ ამას წავშლი, ეხლა მე spiciness მოვნიშნე 3. შემდეგ ამპერსანტი nuts უდრის false. და აი ეს მონაცემები გაიგზავნა. გამოგვივიდა ეს 3 პროდუქტი. რაღაცა tom yum კაი, tom kha კაი და shrimp spring rolls. მოდი გადავიდეთ tom yum კაი, tom kha კაი და shrimp spring rolls. აი ზუსტად ეს 3 პროდუქტი გამოგვივიდა, ნახეთ. და უკვე აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ ინფორმაციებს ან ვაგზავნით ინფორმაციას, ან ვცვლით, ან შლით ამ სერვერზე გაგზავნის მეთოდით. ასევე არის ქართი, მაგალითად გადმოვიდეთ ქართში და აი აქ ხედავთ, რომ არც ერთი პროდუქტი არ არის ახლა. მე რომ დავამატო აქ პროდუქტი, ნახეთ, აქ არის ღილაკი. მე ამ ღილაკს რო დავაჭერ, ისევე event listener-ის კლიქზე, event listener-ში კლიქს მოვუსმენთ და აი აქ სერვერზე, ნახეთ. დავხურავ, მოდი ამ ორივეს დავხურავ დროებით და ნახეთ, არის ბასკეტის ლოგიკა დაწერილი. სადაც არის post request. post request-დან გამომდინარე, მე ვეუბნები, რომ ამ პროდუქტს ვაგზავნი პროდუქტს, მაგალითად, ამ ID-ით ვაგზავნი მე სერვერზე. არის, ხო, post request გაიგზავნება, ისევე fetch-ით, სადაც არის მითითებული get-ის მაგივად post-ი და ვეუბნებით, რომ ესა და ეს პროდუქტი უნდა გაიგზავნოს აი ამ ბასკეტში, სადაც უკვე წინასწარ არის დაწერილი ლოგიკა, გადმოვალთ ქართში და ქართზე მე get request-ი არის გაგზავნილი და get request-ით გამოდის აი აქ ეს პროდუქტები და ვიღებთ შემდეგ მე ამ ღილაკზე დაჭერით უკვე delete request-ი იგზავნება პროდუქტის ID-დან გამომდინარე. delete request-ი იგზავნება და იშლება ჩვენი პროდუქტი. შეკვეთას თუ დავაჭერთ მე ეგ ლოგიკა სერვერის აღარ არის გათვალისწინებული, რომ შეკვეთის მე რა უნდა მოხდეს, მაგრამ უბრალოდ ეს სატესტო საიტია, ამიტომაც მე აღარაფერი აღარ ხდება. ხო, იდეაში ეგ არის იდეა, აქაც კატეგორიების მიხედვით. ეს ბაზა ჩვენ კომპიუტერში გადმოვწეროთ, ხო? ჩვენ კომპიუტერში გადმოვწეროთ. ეს ჩვენ კომპიუტერში გადმოვწეროთ ეს ბაზა. თუ არა, არ ჭირდებათ, ეს საიტი არის თვითონ. სადაც თქვენ გადახვალთ უბრალოდ და სერვერზე request გააგზავნოთ. თქვენ კომპიუტერზე შენახვა არ დაგჭირდებათ. ხო, და ეგ საიტზე შემოხვალთ, მე ამ მისამართებს შეგიძლიათ მე რომ თქვენითაც ივარჯიშოთ, საშინაო დავალებების გექნებათ ამაზე და ბევრი სხვადასხვა საინტერესო რამ გველოდება წინ, რადგან JavaScript-ის უკვე ის მოსაწყენი თემები რაც იყო, ასე ვთქვათ, გავიარეთ, სადაც ვხვდებოდით რა რაში გვჭირდებოდა. რეალურად ახლა უკვე ხედავთ თქვენ პრაქტიკაში, აი მაგალითად for each-სად გამოგვადგა და რაღაც სხვადასხვა ელემენტები. მაგალითად ეს ინტერპოლაცია და ასე შემდეგ, ამიტომაც გადავდივართ უკვე პრაქტიკებზე, ყველაფერს გამოვიყენებთ პრაქტიკაში და უკვე ვნახავთ რა რაში გვჭირდება და სად უნდა გამოვიყენოთ. კი, დღეს უფრო საინტერესო იყო ნამდვილად. ძალიან კარგი, იმედია მეტი ინტერესი გაგიჩნდებათ ახლა JavaScript-ზე. აი მე Angular-ზე რო გადავალთ, აი ეს ყველაფერი, ახლა JavaScript-ზე აუცილებლად უნდა იცოდეთ რა და როგორ ხდება, მაგრამ Angular-ზე რო გადავალთ, აი ეს ყველაფერი იქნება აი უმარტივესად. აი ახლა ჩვენ რაც დავწერეთ, ეს ყველაფერი იქნებოდა აი დაახლოებით ესე რა. fetch-ი არ იქნებოდა, მაგრამ რაღაც ფუნქციაში HTTP არის რაღაცა, რომელზეც მაგალითად ჩავწერდით რაღაც URL-ს
და მაგალითად subscribe რომელშიც უკვე დავამუშავებდით მონაცემებს. და ვშიო რა, აქ უკვე დავწერდით კოდს. და აქ ორი ხაზი კოდის დაწერა მოგვიწერდა ვშიო ამ ყველაფრის მაგივრად რა. ნუ მე Angular-ზე განახებთ რა თქმა უნდა რომ გადავალ. აი Angular-ის მხრიდან დაისვენებთ. აი ეს ყველაფერი გაკეთდება ძალიან მარტივად. იმედია. აი Angular-ი ისეთი მაგარი რაღაცაა რომ ყველაფერს გაგიათვლებს. და Angular-ი და კიდე მეორეა მგონი რაღაც, ხო? React-ი არის Angular-ისავით. იცით რა არის პროგრამა რო არის კიდე რო ქვია Python-ი. Python-ი ქვია ხო თუ არ ვცდები? ის უფრო მარტივია? ის ბექია მე მგონი, ხო? ხო, ეგ ბექისენა არის, მაგაზე უფრო მონაცემთა სტრუქტურები და მონაცემთა ბაზები და ასე შემდეგ იწერება. Python-ზე. ამიტომაც Python-თან შეხება არ გვექნება ჩვენ. მაგას უკვე პატარა ბავშვები სწავლობენ იმაში, კომაროვის სკოლაში. ხო. მგონი ბავშვებიდან ეგზადები. რეალურად ეგეც არ არის რთული. ეხლა იდეაში JavaScript-ი და Python-ი რო შევადაროთ ერთმანეთს. იდეაში მე მგონი Java უფრო რთულია, JavaScript-ი ხო? იდეაში გააჩნია. სიმართლე გითხრათ აი იცით როგორ არის? მე რომ ვეკითხები backend developers, შენთვის რომელი უფრო ადვილია? მეუბნება რომ back-ი უფრო ადვილია. Front-ს რო ვკითხო, back-ი უფრო რთულია. იმიტომ რომ ანუ იდეაში ადამიანს გააჩნია რომელი უფრო მოუხდება რა, რომელი უფრო შეეწყობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა ფრონტი ადვილი იმიტომ არის რეალურად რომ შე რაღაცას რო დაწერ, მე რო აი აქ ბატონს გავაკეთებ და შენ კლიკმის რო ჩავწერ, მე აქ გადმოვალ ბრაუზერში და ვნახავ, ხო, ჩაიწერა, სად არის? ხო, აი ჩაიწერა, გამომივიდა. მაგრამ back-ში ეგრე ვერ შეამოწმებ. შენი ჩაწერილი კოდი ეგრევე მუშაობს თუ არა. ჯერ უნდა დაწერო, მთლიანი ლოგიკა უნდა გაამზადო და მე ვნახო. რამე შეცდომა არის თუ არა. ამიტომაც back-ი უფრო რთულია იმ მხრივ რომ წინასწარ ვერ ხედავ რა სწორად ჩვევი რაღაცას თუ არა. მე ბოლოს გაიგებ რომ მორჩები. ხო. ლიან კოდს რო დაწერე, ამიტომაც დამოკიდებულია ადამიანზე უფრო რა. აი მაგალითად backend developers ვისნობ, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი უმაღლესი დონის პროგრამისტი არის, რომელსაც ფრონტი უჭირს, მაგრამ back-ზე შეუძლია ნებისმიერი ამის გაკეთება. აი, ეხლა ეგ უნდა მეთქვა, რატომ არ შეიძლება რომ აი მაგალითად ერთი რაღაცა საიტი დავუშვათ, ანუ დაერთიანებული რომ იყოს back-ით და front-ით რა, ანუ ერთმა ადამიანმა რო აწყოს თქვა რა. როგორ არ შეიძლება? არსებობენ developer-ები? არიან? კი, ბევრი არის. ხო, რა, ანუ მაგას ქვია full stack-ი, ანუ ორივეს რო წერს, front-საც და back-საც, ხშირად არის, ნუ რთულია, რა თქმა უნდა, მეტად ბევრი დრო იხარჯება და უფრო მეტად იღლება ადამიანი, მაგრამ არსებობენ და შესაბამისად სხვადასხვა ხშირად არის ხოლმე, რომ full stacks, front და back სამი ადამიანი რო იყოს. სამსახურში ერთი ფრონტი იყოს, ერთი back-ი და ერთი full stack-ი, სამივე შეიძლება თანასწორი ხელფასი კონდეს. მაგრამ ძირითადად შემთხვევაში full stacks უფრო მეტი აქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ცალკე თირავება ხოლმე back-ს ცალკე და front-ს ცალკე, ანუ კომპანიებიც და მაგიტომ იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა ზოგადად ჯობია რომ ისევ ერთი საქმე აკეთოს რა. ხო, ალბათ დროშიც უფრო კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი რო წერს ორ რაღაცას, აი მაგას ძალიან ბევრი დრო იკარგება და ზოგადად აი ერთი რამე პროექტის დაწერას უნდებიან ხოლმე ნახევარი წელი, ერთი წელი და ასე შემდეგ. ამიტომაც ახლა ორი ადამიანი, რასაც ერთი ფრონტი რო იყოს და ერთი back-ი და ერთი თვეს რო დახარჯავენ ისინი, full stack-ი დახარჯავს 2 თვის მინიმუმ, შეიძლება 3 თვეს დაჭირდეს. ამიტომაც full stack-ი კარგია რო იყო, მაგრამ უფრო მეტი დატვირთვა გექნება და დიდი ალბათობით უფრო მეტი ანაზღაურებაც. იდეაში დღეისთვის ეს არის პრაქტიკული ვეღარ მოვასწარით, მაგრამ სავარაუდოდ იქით გაკვეთილზე გვექნება თუ თავის დროზე ამოვწურეთ თემა და მაგაზეც ვივარჯიშებთ. კონდენა პრაქტიკებიც უნდა დავიწყოთ რა, თორე რასაც გატყობ გონი 20,000 პრაქტიკის გარეშე მე ვერ ვიგებ, ახლა რაც არ უნდა ვუყურო და ის
მე თუ არ გავაკეთე და პრაქტიკაში არ იმას და დავალებების გარეშე მე არ შემიძლია და ხო, კი, ახლა დავალებას ისე აგიტვირთავთ, რომ აუცილებლად მოვიდეს თან. გით ნახვამდის. მშვიდობებით მაშინ დღეისთვის შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. მადლობა, ნახვამდის. კარგად. დროებით. კარგად.